დაუბრუნდებით. დავით ნარმანია დღეს როგორც იქნა დაარწმუნეს, რომ ნიკა მელიასთან ერთად მეორე ტურში მოუწევს ბრძოლა. ჯერ კიდევ გვიან ღამით ქართული ოცნების კანდიდატი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ მეორე ტური არ იქნებოდა, თუმცა რეალობა სხვაა. ღამით თბილისში აშკარად კურიოზული ვითარება შეიქმნა. ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა ორი სხვადასხვა ტელევიზიის ეგზიტ პოლებს საკუთარ საარჩევნო შტაბში ზეიმობდა. ეგზიტ პოლებმა პოლიტიკოსები დააბნიეს, პოლიტიკოსებმა საზოგადოება. საბოლოოდ კი დედაქალაქში მეორე ტურია. სპეციალურად გამარჯვების აღსანიშნავად დამონტაჟებულ სცენასთან ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა. შედეგი მოსალოდნელს არ დაემთხვა, თუმცა ქართული ოცნების შტაბში გვიან ღამემდე სჯეროდათ, რომ მათი კანდიდატი თბილისმა მერად ხმათა უმრავლესობით აირჩია. ნაადრევი ზეიმის შემდეგ თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, თუმცა მეორე ტურზე უკვე საუბრობს სახელისუფლებო კოალიციის მთავარი პერსონა. ირაკლი ღარიბაშვილს დავით ნარმანიას საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. დარწმუნებული ვარ, რომ დავით ნარმანია გახდება ქალაქის მერი. შესაბამისად, უბრალოდ როდის გაფორმდება, თქვათ, მისი მერად არჩევა, ეს უბრალოდ დროის ამბავია. საკუთარ გამარჯვებაზე დარწმუნებით საუბრის გამო ნარმანიას ხშირად აკრიტიკებდა მისი მთავარი კონკურენტი. ნიკა მელიას შედეგით კმაყოფილია და აპირებს მეორე ტურამდე ამ მომრჩეველს დაპირებები უფრო საფუძვლიანად გააცნოს. კონკურენტის პროგრამაზე საუბარს კიერიდება. ადამიანისგან, რომელიც ჯერ კიდევ 3 დღის წინ საუბრობდა, რომ მას ჰქონდა 4ჯერ ჩემზე მაღალი რეიტინგი, რომ მე მქონდა 5%, რომ 70 საწარმო გაიხსნა, მაგრამ არ გაიხსნა, ხო, ეს ილუზორული. და რომელიც გუშინ ღამის პირველ საათზე საუბრობდა და მეორე ტური ვერ შედგება. ეხლა ამ ადამიანის საარჩევნო პროგრამას ზე კომენტარს ძალიან თუთ გამაკეთებიათ. დიმიტრი ლოთქიფანიძე ასპარეზს გამოეთიშა, თუმცა ბურჯანაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური ძალა შედეგებს არ ეგუება. ალიანსი თითოეული ხმისთვის ბრძოლას აპირებს და არჩევნების შედეგებს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების გარიგება დაფასებს. ჩვენ არ ვაპირებთ გავაგრძელოთ მონაწილეობის მიღება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გარიგებაში, ფარსში და არ ვაპირებთ ამ თამაშის მონაწილენი ვიყოთ. 70% ამ რჩევლისა არ მოგზანდა საარჩევნო ყუთებთან, რითაც გამოხატა მისი დამოკიდებულება ორწლიანი მმართველობის სახელისუფლების მიმართ და ეს არის ფაქტიურად ნიჰილიზმში გადავარდნილი საზოგადოება. მე მათ ეხლავე ვეუბნები, რომ ასმათ ყაბლაძეს კარებს ნუ დაუგედავენ. გადასაღები მოედნიდან პოლიტიკაში ამ მარცხით რეიგანის გზას მიმსგავსებული ასმათ ყაბლაძის პოლიტიკური კარიერა არ სრულდება. იმის მიუხედავად თუ ვინ გახდება დედაქალაქის მერი, ლეიბორისტული პარტიის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი თბილისელთა კეთილდღეობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ტრიჩაში რო უდგანან ლეიბორისტები და პირდაპირ ყველაფერს აკეთებენ, როგორც მაგათ არ გაიმარჯვონ და დაფინანსება არ კონდეთ საშუალება, რომ რაღაც უფრო კარგი არჩევნები ჩაატარონ, ეს ჩანს პირდაპირ ნათლად ჩანს. თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მაღალი შედეგების მქონე პირველი ხუთეულიდან დღეს მედიასთან კომენტარის სხვას არავის გაუკეთებია. მილიონი ხერო დაირგას თბილისი უნდა იქცეს დღეით, ხომ? და ამ დღეში ამორჩევამა გადაწყვიტოს მელია უფრო კარგი მენეჯერი იქნება თუ ნორმალია. ვინ იქნება უკეთესი მენეჯერი დედაქალაქისთვის, ეს მეორე რაუნდში გადაწყდება. თარიღი კი ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვევა. ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სადაც ჩვენი კორესპონდენტი ნატა ქაჯაია მუშაობს. ნატა, ჩვენ კვლავ ველოდებით ჩვენგან ბოლო ინფორმაციას ცესკოდან. ნანა, დავიწყოთ თბილისით და მაჟორიტარების მონაცემებით. დედაქალაქში ყველა ოლქში პირველ ადგილზე ხმების რაოდენობით არიან მართველი კოალიციის წარმომადგენლები. გამონაკლისია საბურთალო სუბანი, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა დაამარცხა კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი ელისაშვილმა ხმების 33.59% მოაგროვა. თუმცა ეს არის შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, ამ შემთხვევაში მაჟორიტარმა კანდიდატებმა, მათ მიიღეს ხმათა მეტი რაოდენობა ყველა მაჟორიტარულ ოლქში, გარდა ერთისა, საბურთალოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა.
მეორე ტური თბილისის გარდა ჩატარდება თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში, ანუ იმ ქალაქებში, სადაც გამგებლობის და მერობის კანდიდატებმა ვერ მოახერხეს კანონით დადგენილი 50%-იანი ბარიერის გადალახვა. მეორე ტურში კოალიციის კანდიდატ 7 ოლქში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი დაუპირისპირდება 4 ოლქში ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის, 1 ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელი, ასევე 1 ოლქში საქართველოს გზის და ხოლო 2 ოლქში პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი. სხვათა შორის 1995 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური ტარდება. საინტერესოა პროპორციული სიის მონაცემებიც, ამ შემთხვევაშიც ლიდერობს მართველი პარტია, ქართულმა ოცნებამ 51.4% მოაგროვა, ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზეა 22.19%-ით, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია კი 10.23%-ით. და თბილისი უკვე დათვლილია. საინტერესოა თუ არის უკვე ცნობილი დაახლოებით მაინც როგორ გადანაწილდება მანდატები თბილისის საკრებულოში. თბილისში, როგორც იცით, მეორე ტური გარდაუვალია, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და ქართული ოცნების კანდიდატი. თქმები ასე გადანაწილდა ნარმანია 46.11%, ნიკამელია 27.94% და დიმიტრი ლორთქიფანიძე 12.81%. და კიდევ ერთი საინტერესოა საბოლოო მონაცემები კონკრეტულად როდის ექნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ხმების დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა სავარაუდოდ ხვალ დღის პირველ ნახევარში იქნება საბოლოო შედეგი. ამ დროისთვის 729 უბნიდან დათვლილია 713 უბანი, თუმცა ნანა მე გეტყვი რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო ოქმის შედგენამდე კანონით განსაზღვრული 24 დღე აქვს. დიდი მადლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ჩვენი კორესპონდენტი ნატა ქაჯაია საუბრობდა.